დაიმედის დილა კვლავ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. 13 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის გედების ტბას წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ნინო ანაშვილი და ანანიაშვილი და დენის მატვიენკო მონაწილეობენ. სწორედ ისინი არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. დილა მშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პატა, მოდი ცოტა ხანი შენ შეისვენებ ეს თემა, როცა თავს ისე გზნობ როგორც წყალში ასე რომ შეგიძლია შენ უბრალოდ გვისმინო და მიიღო საჭირო ინფორმაცია. მიდი თევზო მე გისმენ. დილამშვიდობის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონო ნინო, მარტში იყო თქვენი დაბადების დღე და ახლა გვეძლება საშუალება რომ მოგილოცოთ და გილოცავთ და გისურვებთ შემოქმედებით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ეს თარიღიც ეს სპექტაკლიც სწორედ ეძღვნება თქვენს იუბილეს, რომელიც გაიმართება 13 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გედების ტბა. იქნებ აპრილს, იქნებ ვისაუბროთ, რატომ გადაწყვეტეთ რომ სწორედ აი ამ სპექტაკლით აღინიშნათ თბილისში ეს დღე და ზოგადად როდის გადაწყდა რომ დენისთან ერთად შეასრულებდით სწორედ ამ ბალეტს? იცით რაღაც არანაირად არ მინდოდა აღნიშნა, უბრალოდ ვიფიქრე რომ რახან ჩემ ცხოვრებაში თვითონ ამ ბალეტს გედების ტბას აქვს ძალიან დიდი როლი წვლილი და მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გედების ტბასთან მაქვს დაკავშირებული ბევრი რამ. ვიფიქრე რომ უბრალოდ სპექტაკლს ვიცეკვებდი თბილისის მაყურებლისთვის. მერე უცბად გადავწყვიტე რომ რახან ესეთი თარიღია, ეხლა მართალი გითხრათ, ნახევარი საუკუნე არც ისე ადვილია, ხო რაღაც. დავფიქრდი რაღაცას საერთოდ არ გეტყობ. სერიოზულად მომეჩვენა ეს საკითხი და გადავწყვიტე ცოტა უფრო სხვანაირად მივდგომოდი და შევთავაზე დენისას და ვკითხე აქვს თუ არა დრო, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენება ძალიან დაკავებული ადამიანია, მართლა მსოფლიო ვარსკვლავია, ეხლა ხანს ჩამოვიდა კოვენ გარდენიდან. ეხლა მიემგზარება დიდ თეატრში გასტროლებზე, მერე მიდის მარინის თეატრში. ძალიან ესეთი დატვირთული გრაფიკი აქვს და გამიხარდა უბრალოდ რომ შეეძლო ეს რიცხვები ჩამოსულიყო ჩვენ დასთან ერთად ეცეკვა და თან კიდე გადავწყვიტე ფილარმონიაში, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა და ერთადერთი შესაძლებლობა დღეს, რომ ჩვენ ორკესტრთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად წარმოვადგინოთ წარმოდგენა. სხვა სცენა ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ოპერის თეატრი არის არემონტო სამუშაო. და მეორეს ერთი, იმიტომ რომ ხალხის რაოდენობაც უფრო მეტი ეტება, მინდოდა რომ უფრო მეტ ხალხს ჰქონოდა შესაძლებლობა ეხილა დენისის ცეკვა საქართველოში და კიდე რაც მთავარია, მე ფაქტიურად ვთვლი რომ მეც და დენისის და ჩვენი თბილისის სახელმწიფო დასი ოპერისა და ბალეტის და ორკესტრი თავისი მთლიანი შემადგენლობით და ბატონი დავითი მუქერია, რომელიც იდირიჟორებს ამ სპექტაკლს, ჩვენ უკეთებთ ჩვენ პატარა მუდმივ მაყურებელს დიდ საჩუქარს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც აბონემენტით ყიდულობს მთელი წლის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება $25 კი არა, 25 ლარად ნახონ ეს სპექტაკლიც და კიდე 5. მე ვთვლი რომ ეს ნამდვილად საქველმოქმედო აქცია. ნამდვილად კარგი საჩუქარია ბალეტის მოყვარულთათვის. და დენის მინდა ვკითხო, თქვენი შემოქმედებითი პარტნიორობა უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო. ერთად არაერთი სპექტაკლი გაქვთ ნაცეკვი და ქართულმა მაყურებელმა დენისი კი გაიცნო 2012 წელს, როდესაც სწორედ თქვენი 20 სცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილი იუბილე გალა კონცერტი გაიმართა ფილარმონიის დარბაზში. შემდეგ კიევში შეასრულეთ ერთად გედების ტბა, ასევე ბალეტი ბაიადერა და უკვე საბალეტო დასთან ერთად, ქართულ საბალეტო დასთან ერთად ერთი თვის განმავლობაში იაპონიაში სრულდებოდა სწორედ გედების ტბა თქვენი შესრულებით. რას ნიშნავს თქვენთვის ქართულ სცენაზე გამოსვლა, ქართულ საბალეტო დასთან და ниносთან ერთად? На самом деле достаточно не обязательно знать грузинский язык, достаточно посмотреть в глаза и понять, что ты здесь, что тебя здесь ждут и как-то любят. Да, действительно, у нас первое наше сотрудничество, вот у нас год прошел, год, как мы с Ниной вместе работаем, и за год было сделано немало, я считаю, а можно сделать еще больше. Мы первый раз я станцевал с Ниной вот здесь, на юбилее, на гала-концерте. За один день. За один день, да, это был шикарный гала-концерт, я уже много раз говорю, что я не видел такого празднования, такое количество известных людей, директоров, артистов приехало, и это было действительно очень красиво, очень значимо. Вот, после мы встретились, Нина приезжала с грузинским балетом в Киев, привозила очень интересную программу современных одноактных балетов.
Потом в июне мы танцевали «Лебединое озеро». После этого был тур по Японии с «Лебединым озером». В октябре был фестиваль в Донецке. Танцевали тоже «Лебединое озеро» и «Корсар». Победа из балета «Корсар» на гала-концерте. Потом что у нас было? Я уже запутался. Байадерка. Байадерка, да. Потом у нас в марте, вот месяц назад, Ниночка приехала в Киев по моей просьбе. После 10-летнего Сомневалась, перерыва, я сказал, ни Байадерку. в коем случае не сомневайтесь, приезжайте, и все будет красиво. И это действительно было так. Билеты были буквально за неделю распроданы все билеты, хотя были очень довольно-таки дорогие. И потому что на самом деле все хотели посмотреть на этот спектакль. Билет стоил $250. Да, очень дорого было. Но были разные, естественно, цены и более доступны. Но люди настолько хотели посмотреть на этот спектакль. То есть в Киеве любят Нину, знают ее как легенду балета. Любят маэстро. Ну, я как бы свой, скажем так. А приятно, что в Киеве знают героев вообще, вот именно звезд мирового балета и действительно легенд. И когда всегда появление Нины, в Киеве никогда билетов не достать. И, в общем, успех всегда гарантирован. Вот. И сейчас вот мы танцуем «Лебединое озеро» здесь. Я Денису говорю, знаешь, я тебя мучаю, დილაუთენია გაწვალებ მართალია რომ მივიდეთ, билетები აღარ არის უკვე გახიდულია, მაგრამ про интервью? Что билеты уже проданы здесь. Слушай, ну мне кажется, я все-таки уже понимаю грузинский язык. Все продано. Ნინა, თქვენ ახსენეთ გედების ტბის მნიშვნელობა თქვენს ბალეტში, თქვენს ცხოვრებაში. თქვენ სწორედ პირველი როლი, თქვათ, ძალიან ექსტრემალურ სიტუაციებში მოამზადეთ და გახვედით სცენაზე, როდესაც გედების ტბა პირველად შეასრულეთ, აი ესეთი დიდი წამყვანი როლი, მაშინ ძალიან პატარა იყავით. იქნებ გაიხსენოთ აი ეს მნიშვნელოვანი სპექტაკლი, იმიტომ რომ სწორედ გედების ტბით გამოვშვიდობეთ ასევე ამერიკულ ბალეტსაც. აი ხო მაგას ლაპარაკობ, რომ ჩემ ცხოვრებაში გედების ტბას რაღაცა ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი დიდი სპექტაკლი, რომელიც დიდ თეატრის დასთან ვიცეკვე გასტროლებზე გამბურგში, ეს იყო ნამდვილად ჰამბურგში გედების ტბა. უცბად და შემთხვევით შევედი სხვა ბალერინას მაგივრად, იმიტომ რომ ავად გახდა და რატომღაც დღემდე არ ვიცი რატო, ესეც ჩამახტუნეს ამ სპექტაკლში. და ეს იყო თქვენი დიდი პირველი როლი? ჩემი დიდი პირველი როლი, რომელიც მომამზადე 2 დღე მქონდა მოსკოვში, 2 დღე მატარებელში. რამდენი წლის იყავით მას? აი პირველი სეზონი ვიყავით, 19 წლის გავხდი და ნუ პირველი ერთი სეზონი ვიყავი თეატრში მარტო. ნუ 18 შემისრულდა როს მივედი თეატრში და აი ეს მოკლედ ეს იყო ჩემთვის, იცით, მაშინ ეს შეუძლებელი იყო, თქმა არ შემიძლია, ან რაღაც უბრალოდ მithres nada и всё. Намеც nada и всё. შევასრულე ფაქტიურად, ეს იყო ალბათ დღეს რო ეთქვათ ჩემთვის, მე ვერც წარმოვედგენდი, რომ შესაძლებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა ამ ჩემმა გამოსვლა ჩემ ცხოვრებაში. და ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როდესაც გენერალური რეპეტიცია გავიარე გამბურგში, იმიტომ რომ დასმა ხო იცოდა, რომ მე ეხლა ხანს მოვედი სკოლიდან და არასოდეს დიდი სპექტაკლი არ მიცეკვიას თეატრში. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბედნიერება იყო ის, რომ მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და სკოლაში ვცეკვავდი სამოქმედებიან ბალეტ კოპელიას. და უბრალოდ აი თვითონ გამოცდილება დიდი ბალეტის ცეკვის აი ეს მქონდა სკოლაში 16 წლისა დავიწყე ცეკვა. ხო და წარმოიდგინეთ, რომ გამოვედი პირველად გენერალურ რეპეტიციაზე, იყო ერთი დღით ადრე და ვიცეკვე შავი გედი, მთელი კორდე ბალეტი ადგა. სცენაზე დამეწყო ტაში და დიდი გოგოები ბალერინები მოვიდნენ და მითხრეს, რომ молодец, ты экзамен прошла. ეს იყო ჩემი რაღაცა. გამოსვლა ჩააბარე და შემდეგ წარმატებულად წავიდა თქვენი კარიერული ცხოვრება. შემდეგ სწორედ გედების ტბით გამოგემშვიდობათ ამერიკის ბალეტიც. იცით, სხვათა შორის მივედი პირველად, უკვე მე ვიყავი ბალერინა, ასაკური უკვე მოწეული ვიყავი, როგორც აი ესეთი სტუმარი, ხო, ამ ამერიკის საბალეტო დასში. და პირველი სპექტაკლიც იყო გედების ტბა. პირველად ვიცეკვე ხულიო ბაკასთან გედების ტბა და გადავწყვიტე, რომ დამშვიდებოდი გედების ტბას 16 წლის შემდეგ ამერიკის საბალეტო დას მეტროპოლიტენის სცენაზე და უკვე ვიცეკვე ანხელ კორეასთან ერთად, იმიტომ რომ ხულიო 2 წლით ადრე დაანება ცეკვას თავი. გრანდიოზული გაცილება მოგისწრეს. და ისეთი გაცილება მომიწყეს, რომ მე ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, რომელიც აი ესეთი გრძნობა მქონდა. ერთადერთი არ ვტიროდი, მხოლოდ არ ვტიროდი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ თავს არ ვანებებ ცეკვას. მაგრამ ამაზე უკეთესი გაცილება სცენიდან მე ვერც კი წარმომიდგენია თუ სადმე შეიძლება მომხდარიყო. 4000 კაცი
დარბაზი გაჭედილი, მე მგონი უფრო მეტიც იყო და 50 წუთიანი ოვაციები, რომლებიც აი ეხლა მე კი არ დამინიშნიათ, რომ ესე მეუბნებოდნენ, აი რომელიც მომიწყო მთელმა დასმა და მაყურებელმა, ну მე არ ვიცი, ალბათ სხვა მსახიობა სხვა რამე რო ინატროს შეუძლებელია უბრალოდ. საუკეთესო დაფასება ალბათ იმ შემოქმედების, რასაც ეწევით. და ისევ დენის ვკითხავ, რა თქმა უნდა, თქვენი შემოქმედების შესახებ. უამრავ პარტნიორთან უცეკვია ნინოს პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავთან მსოფლიო ბალეტისა. რას ნიშნავს თქვენთვის მასთან ცეკვა? ალბათ ეს საპასუხისმგებლოც არის. და როგორ დაახასიათებთ მას როგორც სასცენო партнёрს? Я в первую очередь хочу сказать, да, мы уже вчера об этом говорили, что в моей жизни было много балерин, много партнерш, танцевал с разными партнерш-балерин из разных театров, разные школы и так далее, стили точнее. Начиная работать с Ниной, я впервые ощутил, что такое настоящая старая русская школа Большого театра. Потому что это когда мне практически ничего делать не нужно. Все делает за тебя партнерша. То есть на любую поддержку она идет с таким напором, вдохновением. То есть мне нужно просто вовремя все сделать. И какой-то партер и так далее. Все очень правильно. Ведь балет, знаете, балет это как математика. Здесь все очень просто на самом деле. Если ты делаешь все правильно, ну вы знаете, если делаешь все правильно, честно, то все будет получаться и будет удобно партнеру и партнерш. Вот, по поводу, естественно, человеческих качеств, вообще я, познакомившись с грузинской нацией, я понял, что здесь большинство людей светлых и солнечных. Я думал, может быть, сначала, что это Нина такая вот у нас, светлая, такая нежная, я бы сказал, женственная и очень добрая. Потом, после того, как я был тур в Японии, я больше познакомился с труппой, с ребятами, которые всегда очень улыбаются. И очень, на мой взгляд, много доброго, доброты. В других, я не могу сказать театрах, но, скажем так, такое количество многих добрых людей светлых, такого я давно не видел. Мне как приятно это слышать. Это очень чувствуется, потому что когда мы даже очень устали, и там какие-то проблемы, еще что-то, достаточно, чтобы тебе человек просто так улыбнулся с утра, этого достаточно. Вот, поэтому, естественно, для меня сотрудничество с грузинским балетом, сотрудничество с Ниной и выступать на сцене в Тбилиси, именно не в Японии, не где-либо, а именно в Тбилиси. Это очень важно, и я поддерживаю Нину, потому что она поддерживает эту культуру страны. И прекрасно понимает, что без культуры ни одной страны не будет развития. Это должны понимать, наверное, наши политики и так далее. Ведь недаром Людовик XIV, король солнца, он с помощью культуры, искусства, театра, танца, он очень много сделал стратегических, таких политических шагов правильных. Это правда. Поэтому это все очень взаимосвязано. Я хочу просто два слова сказать, что я тоже танцевала с очень многими партнерами. Я очень рада, что вот последний, наверное, этап моей жизни я познакомилась с Денисом. Он гораздо молодой человек, очень востребованный во всем мире. Но вот это то, что говорят, удобные руки у нас и внимательный партнер. Вот я могу сказать, что это абсолютно, эти слова принадлежат ему. И это дает тебе, балерине, танцевать 3 раза свободнее и не волноваться ни за что. ესე ქვია, რომ ხელები აქვს კარგი პარტნიორს. აი, დენის არის ამის აბსოლუტურად 100%-იანი განსახიერება, ყურადღებიანი. იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე ხანდახან სცენაზე რაღაც პატარა. Особенно когда забываем порядок. ხო, რაღაცა მიყვარს ხოლმე ხანდახან, ყოველთვის ყურადღებიანია და ყოველთვის ცდილობს, რომ აი ბალერინა ადამიანი, ვინც გვერდზე უდგას, სულ ერთ ეს მე ვიქნები თუ სხვა, ყოველთვის წაიყვანოს წინ.
ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებულ სპექტაკლს გისურვებთ და ვისურვებთ, რომ არაერთხელ ჩამოსულიყო დენისი და გაემართა თქვა საქართველოში თქვენთან ერთად სხვადასხვა სპექტაკლი. Ну, я очень надеюсь, что мы его опять увидим скоро. Надеемся. Я надеюсь. დიდი მადლობა და მადლობა მოგზაურობთ. დიდი იგი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ 13 აპრილს გაიმართება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ზაგარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წარმოდგენა გედების ტბა, სადაც მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ნინო ანანიაშვილი და დენის მატვიენკო. დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ იმედი სტილა ისევ გაგრძელდება.